დაპატიმრებების მორიგი ღამე დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე დაკავებულია კიდევ მინიმუმ 4 დემონსტრანტი. მათ შორის რეჟისორი თორნიკე ტიკარაძეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან ზაზა ბროლაძეს, იოსებ ხეოშვილს და კახა ჯაფარიძეს. ყველა მათგანის შემთხვევაში საბაბი სავარაუდოდ გზის გადაკეტვაა. მათ დღეს სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც ორ კვირაზე მეტია პროევროპული აქციის მონაწილეთა სხდომები სადღეღამისო რეჟიმში ტარდება. ახალი დაკავებულები იზოლატორებში ძველებს ანაცვლებენ. დღეს საპატიმროს რამდენიმე დემონსტრანტი ტოვებს. ლუცა ბახუტაშვილი მოგუყვება მეც ამ პატიმარი დემონსტრანტების შესახებ, რომლებიც იზოლატორებსა და სხდომათა დარბაზებში ერთმანეთს ენაცვლებიან. ლუცა პირდაპირ ეთერში ხარ. დიახეთი, სანამ ახალ დაკავებულებზე მოგიყვებით, გეტყვით, რომ დღეს ზურაბ ცეცხლაძემ სინდისის პატიმრის მამამ, ზვიად ცეცხლაძის მამამ დატოვა წინასწარი მოთავსების იზოლატორი. რუსთავში იმყოფებოდა ის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, რომ შეფარდებოდა 7 დღიანი პატიმრობა. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ კი დღეს დატოვა უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორი. ზურაბ ცეცხლაძეს რუსთავში დახვდნენ მისი ოჯახის წევრები, ასევე სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. მისი შეფასებით ვერც 7 დღიანი და თუნდაც ვერც 1 წლიანი პატიმრობა ვერ შეაჩერებთ ამ ადამიანებს, რომლებიც არიან მუდმივ ბრძოლაში რეჟიმთან და ქართულ ოცნებასთან. ისინი გააგრძელებენ ბრძოლას. სწორედ ამის გამოხატულება იყო ისიც, რომ იზოლატორის დატოვების შემდგომ ზურაბ ცეცხლაძემ დანარჩენ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ მისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ჩამოვიდნენ, გადმოინაცვლა რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქციაზე. აქ კიდევ ერთხელ შეახსენეს ზურაბ ცეცხლაძემ და მისმა თანამოაზრეებმა საჯარო მოხელეებს, რომ ფიცი აქვთ დადებული ემსახურონ ქვეყანას, ხალხს და არა პარტიას. უსამართლო იყო სასამართლო ჩემს მიმართ კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით. რეალურად ყველა ფაქტობრივი გარემოება არსებობდა იმისთვის, რომ საპატიმრო სასჯელი არ ყოფილიყო აი ამ მახინჯი კანონის ფარგლებშიც კი, მაგრამ აშკარა იყო, რომ იყო დაკვეთა უნდათ დაეშვათ პრეცედენტი, რომ სინდისის პატიმრის მამა, ოჯახის წევრი, დედა ციხეში მომხდარიყო და ეს საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ყველაფერზე წამსვლელი არიან. პატივისცემით მექცეოდნენ როგორც პოლიციაში, ასევე საპატიმრო დაწესებულებაში. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. აშკარად არსებობენ ადამიანები ამ დაწესებულებებშიც, რომლებიც არიან ნათელი წერტილი. რუსთაველი, ვიდრე ამ ქვეყანას ცვლილებები არ მოვა, პროტესტი, ქუჩა. ეს არის გამოსავალი ამ ქვეყნის. ვერავის ვერ შეაშინებენ. სინდისის პატიმრი მშობელს რო შეეხო, აქ უკვე ცოტა დასაფიქრებელი მდგომარეობაა. ვინც დუმს და გულთან არ მიაქვს, ისინი უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს რეჟიმი არავის არ დაგვინდობს, მაგრამ ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ერთადგომა, ჩვენი თანადგომით ყველაფერი სიკეთისკენ წავა, მჯერა უფალი არ გაგვწირავს. ბიჭების თავისუფლად გამოვლიან გზა ევროპისკენ, ნათელი და ჭეშმარიტი იქნება და გავიხარებთ ბედნიერ და ულამაზეს საქართველოში. ზურაბ ცეცხლაძის გარდა დღეს მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორს დატოვებს ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელიც 10 დღის განმავლობაში იხდიდა მოსამართლის მიერ დაკისრებულ სახდელს გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის. რაც შეეხება ახალ დაკავებულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ წყვეტენ იმ ადამიანების დევნას, რომლებიც უწყვეტად არიან ჩართულები რუსთაველის გამზირზე არსებულ ეროვნულ პროტესტში. გუშინ კიდევ 4 პირი დააკავეს გელაგელაძის უწყების თანამშრომლებმა. ესენი არიან თორნიკე ტიკარაძე, ზაზა ბროლაძე, იოსებ ხეოშვილი, რომელიც უკვე მეორედ დააკავეს ამ უწყების თანამშრომლებმა და კახა ჯაფარიძე. ყველა მათგანი ადვოკატების ქსელის ინფორმაციით არის დიღმის იზოლატორში მოთავსებული. მათ ადვოკატით შეხვდება მოინახულებთ და დიდი ალბათობით დღესვე ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მათი სხდომები საინტერესოა, სახდელის რა ზომას დააკისრებენ ის მოსამართლეები, რომლებიც განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებს. ხელი რუსთაველის გამზირზე დაკავებული იყო 4 ადამიანი, 4-ვე მათგანი მოთავსებულია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდა მათი მოძიება. ასევე ერთ-ერთი მათგანი ის იოსებ ხეოშვილის ინტერესებს, სადაც იცავდა ჩვენი ცხელი ხაზის ქსელის მოხალისი ადვოკატი, რომელიც მოინახულებს მას. ეს ადამიანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომლის პროცესიც ერთი უკვე იყო გადადებული და რა თქმა უნდა მისი დაკავება ყოველგვარი
არის სამართლებრივი და ადამიანური მოცემულობისგან არის დაცლილი მისი ხელახალი დაკავება, როდესაც ისედაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც ინფორმაცია არსებობს მისი მდგომარეობის შესახებ. რუსთაველზე მდგომ ადამიანებს ჩემი გამხნევება არ სჭირდებათ, მათ ძალიან გააზრებული აქვთ რა ბრძოლაშიც ვართ ყველა ერთად. ისინი არიან ყველაზე ძლიერები დღეს ამ ქვეყანაში, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, თავისუფლებას წირავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ ეს კანონი რეალურად არ მუშაობს, როგორც არ იმუშავა ჯარიმებმა, როგორც არ იმუშავა რაღაცა ამომცნობმა კამერებმა, ისე არ იმუშავებს ეს ეგრეთ წოდებული კანონიც, რადგან ეს ადამიანები გამოდიან საპატიმროებიდან, ტოვებენ ისევ შემართებით, მხნეობით და ისევ ბრუნდებით რუსთაველზე ყველანი. დაკავებული და გათავისუფლებული აქტივისტები პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ იზოლატორებსა და სასამართლოებში ერთმანეთს ენაცვლებიან ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში დაამტკიცა გამკაცრებული ადმინისტრაციული კანონმდებლობა 113 ადამიანი დააკავეს და პატიმრობაში გაუშვეს უმეტესობა მათგანი, როგორც გითხარით, გუშინ დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მაღალი ალბათობით დღეს ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.